ცხოვრებაში ხდება მომენტი, როცა კაცი საკუთარ თავს გამოუტანს იმ სწორ განაჩენს, იმ ქრისტიანულ და კაცურ ქართულ ადამიანურ განაჩენს, რომ ადამიანი უნდა დაოჯახდეს. მაგრამ სხვა სარწმუნოებისგან განსხვავებით ჩვენ ქვეყანაში ალბათ ერთი ულამაზესი ქრისტიანული წესია, რომ კაცი ერთხელ უნდა დაოჯახდე, მაგრამ ეშენი არჩევანი უნდა გააკეთოს სწორად. ჩვენი დღევანდელი სულთის გმირებმა გააკეთეს სწორი არჩევანი. მე მინდა ამ ულამაზეს წყვილს მიულოცო დღევანდელი ხე და ასეთნაირად უთხრა, რომ შვილთა სიმრავლე დაგვედებოდეთ, წრედის ხუხური და მუხის ჩერო, ზებით აკვნებით და სიყვარული ამართდეს თქვენი გუძევ და ჭერო. 100 წლის შემდეგ მე თქვენ გიგალობ, 1000 აზრებს თქვენ მშვენება, თქვენგან შევიტყვერო ქართულ ოჯახს, თქვენგან შევიტყვერო სილამაზეს არ უწევია გადაშენება. მოდი ამ ორი ღმერთის და ენის წინაშე ყოველთვის გამართლებული ყოფილიყოს. მაგის შეუძლებლად რამდენი კილოვარ იმდენ წელიწადს იყვნენ ესენი ცოლქმარა. 100 კილოვარ და მე მგონი ეგობა თვალებობა გავსუქდები ამენის გულის არდიკილი კილოვარ. გაგიმარჯო დამაზრდ იმავი გევრიელა Thank you.